დავიწყებ თქვათ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციით. ჩემთვის და საპრეზის კომიტეტისათვის ცნობილი გახდა, საპრეზის გადარჩენის კომიტეტისათვის, რომ ხელისუფლება ხვალიდან საპრეზის გრევის დაწყებას გეგმავს. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობა, ისევე როგორც სანგრევი ტექნიკა და ხვალიდან იწყება ამის განხორციელება. იგეგმება. ადგილზე დღეს მე ვესაუბრე იქ ადგილზე საპრეზში საპროტესტო ჯგუფს და გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ დღეს ჩაიყვანეს ორი ბულგარელი და გერმანელი ექსპერტი, ეს იყო მეორე, რიგით მეორე ჩასვლა ჩვენი ინფორმაციით მათი. მათ ახლდათ ქართველი მეცნიერი ირინა ღამბაშიძე, რომელიც ბუკვალურად დატყვევებული ჰყავთ არენჯის თანამშრომლებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს. მიმდინარეობს ექსპერტების ინტენსიური დამუშავება, რომ ეს თითქოს და საპრეზი თუ არ დაინგრა, საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა და საქართველო ვერ გადარჩება. ამაზე ექსპერტებმა უკვე ღიად ისაუბრეს ქართულ კოლეგებთან. გათიშული აქვს ტელეფონები, მათ ახლოსაც კი არ აკარიბეს საზოგადოებას, პროცესი მიმდინარეობს აბსოლუტურად გაუმჭირვალედ და დღეს ერთ პროტესტანტზე იქ დაახლოებით 10 კაცამდე იმყოფება ახლა კომიტეტის წევრები და ერთ პროტესტანტზე დაახლოებით 10 პოლიციელი მოდის. სერიოზულად ემზადებიან, ასუფთავებენ ბორცვს სცენარიული საფარისაგან, ამზადებენ სანგრევ მოედანს, ასე რომ ვთქვათ, პერიმეტრს ასუფთავებენ და ჩვენ საპრეზის გადარჩენისათვის ოფიქრალი ადამიანები, რიგითი მოქალაქეები, მოგეხსენებათ, რომ მათ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც პოლიტიკურ თუ პოლიტიკურ კუთვნილებას თუ სოციალურ რაღაც კრიტერიუმებს. საპრეზის გადარჩენის კომიტეტი ავცილებს დღეს განცხადებას და მოგიწოდებთ. მიმართვა ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას, ახლა ვკითხულობ. როგორც დღეს საპრეზის გადარჩენის კომიტეტისთვის გახდა ცნობილი, ხელისუფლება საპრეზში შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობისა და ტექნიკის მობილიზებას ახდენს. ხვალ 9 მაისს არქეოლოგიური ობიექტის ნგრევის დაწყება იგეგმება. მოგახსენებთ, რომ საპრეზის განადგურებას არავითარი სამართლებრივი, მეცნიერული თუ მორალური დასაბუთება არ აქვს. ჩვენ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის ბედიხვალი, თვლით, რომ მემკვიდრეობა, რომელმაც გაუძლოთ ასწლეულებს, რამოდენიმე წლით არჩეული ხელისუფლების ახირებებს არ უნდა შეეწიროს. ხვალ დღის 15 საათზე რუსთაველის პროსპექტზე ძველი პარლამენტის შენობის წინ საპრეზის კომპლექსის გადარჩენის აქცია იგეგმება. მოვითხოვთ შეწყდეს კულტურული მემკვიდრეობის ბარბაროსული განადგურება და მიეცეს გერმანულ და ამერიკელ მეცნიერთა გაფართოებულ კომისიას ობიექტის გამჭვირვალედ და სრულყოფილად შესწავლის საშუალება. ვთხოვთ შემოგვიერთდეთ საპრეზის გადასარჩენა. ეს გახლავთ მიმართვა განცხადება, ახლა უსმენ თქვენს კითხვებს. კი ბატონო. დიდი ხანია ეს მიმდინარეობს და საპრეზის დაავადებასთან დაკავშირებით, სამთავრობო პოზიცია თქვენი და ეს ყველა იყო ძალიან კარგი. თუ შეიძლება რომ გითხრათ, რა შეხედათ კონკრეტულ ალტერნატივას აი პრობლემის მოგვარებით. კონკრეტულ ალტერნატივას როგორ გითხრათ, ჩვენი პოზიცია გახლავთ შემდეგი, რომ ადამიანებს მეცნიერებზე აქვს საუბარი, გაფართოებულ მეცნიერთა ჯგუფს, კერძოდ რომელშიც შედიან გერმანელი და ამერიკელი დაინტერესებული მეცნიერები, ის მეცნიერები, მაგალითად ბატონი თომას შტოლნერი და სხვები, რომელიც უკვე 2004 წლის დასაწყისიდან შეისწავლიან საპრეზის კომპლექსს და მათ აქვს ზღვა მასალა ამის ირგვლივ დაგროვებული, მასალა, რომელიც ხელისუფლებამ შეგნებულად დაკარგა და გაანადგურა თუ რა მანიპულაციები ჩაატარა, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კულტურის სამინისტროს პოზიცია გახლავთ ასეთი, რომ როდესაც საპრეზს გაუუქმეს ეს სტატუსი, მათ განაცხადეს, რომ მასალა ვერ იქნა მიკვლეული ამ ბუნდოვანი ფორმულირებით და ამას მოხდა სტანდარტიზაციის სტატუსის გაუქმება, ჩვენ მოვითხოვთ, რომ მიეცეთ მეცნიერებს საშუალება საზოგადოებისათვის გამჭვირვალედ და სრულყოფილად შეისწავლონ ძეგლი. რასაც არავითარ შემთხვევაში არ აკეთებთ. მოგახსენებს ერთი წუთით, ახლა მოდით ესე ვთქვათ, წონადობა სამეცნიერო სფეროში არსებობს, რამდენადაც მოგეხსენებათ, იმ ჯერ ესეთი ის მეცნიერები, რომლებიც ამ საქმეს შეისწავლიან, რომლებიც დაინტერესებულები არიან მისი
ესე ვთქვათ, მისი შესწავლით სოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს საუბარი მხოლოდ გერმანულ და ამერიკელ ექსპერტებზე, თორემ ფრანგი და ინგლისელი ექსპერტებიც ძალიან მოწამებულები არიან აქ ჩამოვიდნენ და დაიწყონ ობიექტის შესწავლა. არსებობს წონადობა და მათ მოწინააღმდეგე მხარის მე ასე ვიტყოდი, სამეცნიერო რეპუტაცია გაცილებით უფრო მეტია და გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ორი ექსპერტის, რომელიც აპირებს რამოდენიმე დღეში შეისწავლოს და დაასწროს ის, რისთვისაც კომისიას უკვე 9 წელიწადია, რისთვისაც კომისიას გერმანულ კომისიას უკვე 9 წელიწადია ნამუშევარი აქვს და რა მასალას ხელისუფლებამ გაანადგურა თუ მას ვერ მიაგურა. ესმით თქვენ? აი ამაშია განსხვავება. ნაცვლად იმისა, რომ აღმოფხვრილიყო ხარვეზი, მიკვლეუყოფილიყო ეს დოკუმენტები, რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა, სახელმწიფოს დანაშაულია, მე ასე ვიტყოდი და არა საყდრის ის, რომ მის ირგვლივ არსებული მეცნიერული დოკუმენტაცია დაკარგეს. ეს დოკუმენტაცია დაკარგა კულტურის სამინისტრომ და ჯიუტად უარს აცხადებს მის ხელახლა მიღებას. თორემ ეს მასალები საერთოდ კი არ გამქრალა და ბუნებაში არსებობს, რა თქმა უნდა და წარდგენილიც არის უკვე არაერთხელ, მათ ერთხელ მოუხსნეს ამას სტატუსი და შემდეგ ასე ვთქვათ ჯიუტად შეჯდნენ ვირზე და აღარ აპირებენ პოზიციის შესვლას. მცირე ხანში დაახლოებით ოქტომბერში ისევ მას არქეოლოგიური დამცავი ზონაც გაუქმეს, ასე რომ ვთქვათ, არქეოლოგიური ობიექტისათვის დამცავი ზონა და ფაქტობრივად დატოვეს პირისპირ RNG-ის მგრეველების წინაშე. ხელისუფლებამ უნდა მოუხმოს გონების ხმას და წმინდა რაციონალურად უნდა მისცეს მეცნიერებს ობიექტის სრულყოფილად და გამჭვირვალედ შესწავლის საშუალება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. რაც შეეხება ახლა ხელისუფლების ფაქტობრივად ძირითად მოტივს, თითქოს და იგი ხალხზე ზრუნავს და თითქოს და აქ ყველას ინტერესები მეორეხარისხოვანია და ისინი ზრუნავენ მხოლოდ იმ დასაქმებულებზე, ვინც იქ მუშაობს, ეს არის ძალიან დიდი წყუბილი ხო. მე მოგახსენებთ, რომ საუბარია თითქოს 3000 კაცია დასაქმებული კომპანია RMG-ში. მე მოგახსენებთ, რომ კომპანია RMG არსებობს RMG სპილენძი და RMG ოქრო. RMG სპილენძში დასაქმებულია დაახლოებით 1800 ადამიანი და RMG ოქროში, RMG Gold-ში, ანუ დასაქმებულია ყველაზე აბერეციის გეუბნებით დაახლოებით 500 ადამიანი. ახლობით 500 ადამიანის დასაქმებაზე საუბარი და საყდრისი ყაჩაღიანის ეს ერთადერთი ბორცვი და ამის ათვისება, რომელიც შეადგენს საერთო გეოლოგიური მინაკუთვნი ტერიტორიის 5%-საც არა, ესმით ამის ათვისება ვერ იქონიებს RMG-ის შემოსავლებზე რაიმე მნიშვნელოვან ზეგავლენას. მით უმეტეს, რომ ეს ბორცვი უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არსებობს და დაცლილია იგი ფაქტობრივად ოქროსად. ესმით და საერთოდ პარადოქსული სიტუაციაა, რომ მთავრობის დასკვნაში, ივნისის დასკვნაში უბრალოდ იმ დასკვნაში, რომელსაც მთავრობა დაეყრდნო 2013 წლის ივნისში მის საყდრისი ყაჩაღიანის კომპლექსისათვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის ჩამორთმევისას, ამ დასკვნაში წერია, რომ ეს არის რიგითი შუასაუკუნეობრივი სპილენძის მაღარო. აქ ოქროზეც არ არის საუბარი, თქვენ წარმოგიდგენთ ისინი საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან. ეს არის ტყუილებითა და ასე ვთქვათ, კანონდარღვევებით გაჯერებული საქმე, აქ მთავრობა უბრალოდ ჯიუტად ადგას საკუთარ პოზიციას და უარს ამბობს გადათქვას იგი რამოდენიმე ადამიანის ახირებას ეწირება ქართული კულტურული მემკვიდრეობა, რაც ჩემთვის პირადად მიუღებელი და დაუშვებელი. ეს ხო, მე მოგახსენებთ ახლა ერთი წუთით საუბარი იყო RMG-ის მიერ ექსპერტების მოწვევაზე, მე დღეს მაქვს ხელთან მაქვს ის ხელშეკრულებები, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს აქვს გაფორმებული ერთი მხრივ ბატონ ალბრეხტ იურგენ ჰოველთან, ის გახლავთ ერთი გერმანელი ექსპერტი, ვინც ჩამოყალიბებული ხალხ და მეორე გახლავთ ვენელინ ჟელევი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მოიწვია
სწორედ ეს ხსენებული ორი ექსპერტი და არა ის ცნობილი გერმანელი ექსპერტები, ხუთკაციანი ჯგუფი, რომელთა მოწვევას თავიდან იგებოდა და რომელთა მოწვევასაც თავიდან ითხოვდა და დღესაც ითხოვს საზოგადოება. ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, გარკვეული ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ჩვენ ახლა ვერ დავაყენებთ დღეს ჯერჯერობით მათ კომპეტენციას ეჭქვეშ, ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ისინი გარკვეულ სიძულებში უკვე იმყოფებოდნენ RMD-ის წარმომადგენლებთან და ისინი იმყოფებიან ინტენსიური დამუშავების ქვეშ. კერძოდ ხომ როგორც მოგახსენეთ, მათ ეუბნებიან, რომ ამ საფრთხე თუ არ დაინგრადა თუ ეს ბოლშვი არ გადამუშავდა ოქროს მადნად, ოქროს შემცველ მადნად, საქართველოს ეკონომიკა ვერ გადარჩება, რაც გახადოთ სრული სისხლე და რა ვიცი, სანაჩენზე საზოგადოება უკვე თავად უნდა იგრძნოს. დიდი ხანია მიმდინარეობს საფრთხის გადარჩენის აქციები. თუ შეთავაზების შედეგებს არ გამოიწვევს, და სხვა იმედია ხდება, რაიმე სამართლებრივ ბერკეტებს აქ იმდენი კანონდარღვევებია, ენაცვალება. სამართლებრივ ბერკეტებს უკვე არაერთხელ მიმართეთ. კერძოდ აი ყველაზე ბოლოს გეტყვით, მაგალითად, საიამ გაასაჩივრა მოკლედ წინა ისტორიას მოყვები, ესე იგი და 2014 წლის იანვარში RMG Golds მიეცა უფლება ფართომასშტაბიანი სამუშაოები აწარმოოს არქეოლოგიურ ობიექტზე. ესე იგი მოგახსენეთ, რომ ესე იგი საყდრის მოეხსნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მაგრამ იგი დარჩა არქეოლოგიურ ობიექტად. არქეოლოგიური ობიექტი ამავე დროს ეს ნებისმიერ საავადმოაზროვნე ადამიანს შეუძლია დაასკვნას კიდეც საღიგონებით და კანონშიც წერია, რომ არქეოლოგიური ობიექტი თავისთავად წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობას და შემდეგ მას ბიზინა ივანიშვილმა თუ არ ვცდები მოუხსნა 2013 წლის ოქტომბერში კულტურული არა უბრალოდ არქეოლოგიური ობიექტისათვის დამცავი ზონა გაუუქმა და 2014 წლის იანვარში მათ კულტურის სამინისტრო მიიმსჯელა და ესე იგი კულტურის სამინისტროსთან არსებული კულტურის მემკვიდრეობის საბჭოს არქეოლოგიურმა სექციამ მიიმსჯელა და არ მისცა უფლება RMG Golds იქ ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოების. გავიდა 2 თვე, მათ გააქრეს ამ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სამინისტროსთან არსებული საბჭოს არქეოლოგიური სექციის დასკვნა, რომელსაც თავმჯდომარეობს ბატონი იულია გაგოშიძე, მათ გააქრეს ეს დასკვნა და ყოველგვარი ახალი საფუძვლის, ყოველგვარი ახალი დოკუმენტების წარდგენის გარეშე მარტში იმავე მასალაზე დაყრდნობით, RMG-ის მიერ წარდგენილ მასალაზე დაყრდნობით, მათ მიანიჭე მისცეს უფლება RMG Golds მათ ფაქტიურად საფრთხის განადგურების. დღეს გააუქმა მაგალითად, ამ შემთხვევაში ნიკოლოზ ანთიძემ ამ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა დაანონსა ეს, მე თუ არ ვცდები, მაგრამ ახლა კონკრეტული გვარები მე იქ აღარ მახსოვს. ვინ ლობირებს და ახლო თქვენ გეცნობათ? ჩემი აზრი ამას რა თქმა უნდა პირდაპირ გამოდის პრემიერი ღარიბაშვილი და ეუბნება კულტურის მინისტრს აჩვენებს და ეუბნება რომ საქმეში არაფერი არ არის, თუმცა ეს დაზუსტებით იცის. საიდან იცის მან ეს? არქეოლოგია, არქეომეტალურგია, მეცნიერია? აქ არის უბრალოდ პოლიტიკური ნება ამის განადგურებისა. მოდა მოგახსენეთ, ესე იგი სამართლებრივი ვიზიტსაც შეეხება. საიამ ეს თავრობის დადგენილება, რომელიც უფლებას აძლევდა RMG Golds საფრთხის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოების გაასაჩივრა, ჯერ მათ განუცხადეს თავრობის კანცელარიიდან მოუვიდათ პასუხი, რომ თითქოს ისინი იყვნენ არაუფლებამოსილი პირები, რაზეც მათ წარუდგინეს ქართული თუ საერთაშორისო კანონმდებლობა, სადაც დასაბუთებულია, რომ კულტურული მემკვიდრეობის საკითხი ყველა ადამიანს, ყველა მოქალაქეს ეხება ქვეყნისა. შემდგომ გუშინ მიიღეს მათ პასუხი, მე პირადად მაჩვენე გახმოვიძემ, სადაც სერიის შემდეგი ფორმულირება შეიძლება ზუსტად გავეხსენო, ვერ დაგეთანხმებით, რომ არქეოლოგიური ობიექტი წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობას. ესმით? აი დაახლოებით მსგავსი, ახლა შეიძლება რაღაც 1-2 სიტყვა შემესაშალა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება თქვის, რომ არქეოლოგიური ობიექტი კულტურული მემკვიდრეობა არ არის. ან კიდევ თვლის, რომ საფრთხის თავისთავად არ არის არქეოლოგიური ობიექტი, არა აქვს მნიშვნელობა იქ 5000 წლისაა, 4000 წლისაა, 1000 წლისაც რო იყოს ხალხო. თუ მნიშვნელობა აქვს იმას, ოქროსი არის, სპილენძის, მარილის საბადო იყოს. ევროპაში მაგალითად ევოლიავებიან დიახ თითოეულ ქვას. ჩვენგან განსხვავებით. ქართველი მეცნიერების ჯგუფსაც შეეხება არსებობს 11 არქეოლოგისაგან შემდგარი კომისიის დასკვნა, რომელიც კატეგორიულად
ეწინააღმდეგება საუბრისის ნგრევას და პირიქით საუბარია მის ყოველდღიურ დაცვასა და შესწავლაზე. მაგრამ მთავრობა დაეყრდნო ამ შემთხვევაში მხოლოდ იმ მასალებს, რაც მას აძლევდა ამ ობიექტის შემდგომი განადგურების უფლებას. ანუ თქვენ ვფიქრობთ, რომ ეს მათ მხრიდან არა არაკვალიფიციურობას, არამედ უბრალოდ დაინტერესებას ნიშნავს კონკრეტულ საკითხთან. მე ვერ ვისაუბრებ დღეს ვინ არის დაინტერესებული და როგორც მოგახსენეთ ამას არავით არის საფუძველი, არც სამართლებრივი, არც ეკონომიკური არ გააჩნია. ახლა მორალურ საფუძველზე უკვე აღარ არის საუბარი, ის რომ საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას უნდა გაუქმდეს როგორც ჩართაობამ არის ის და ისინი საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას უყურებენ როგორც ვიცი რაღაც მხოლოდ სარგებლის მიღების საშუალებას, მაშინ შეიძლება შესთავაზო მათ, რომ შვედი ცხოველი ან ჯვარი დავშალოთ ქვევად და დავყიდოთ მასალად. მაგალითად თურისტების ცხოველი მისვისის ქვისგან არის აშენებული და დავიანგარიშოთ, გამდენ გაიყიდება და ან გადავაკეთოთ მაღაზიად. რაღაც ასეთი. ის გადაახლოებით მსგავსი და ყაჩაღური დამოკიდებულება აქვს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. თქვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ამიტომ მთავრობს მთავრობა ინვესტორს და არა კულტურის. და არა? მე ვერ ვიტყვი, ახლა მე ჩემი აზრი მაქვს იმაზე, თუ რატომ იქცევა ასე მთავრობა, მაგრამ აქ არის ის ავტორიტარული ტენდენციები, რაც საქართველოს ხელისუფალს ახასიათებს სამწუხაროდ, ეს ერთი. მეორე ელემენტარული უმეცრება. მესამე ის, რომ მათ ელემენტარულად არ შეჭკივათ გული ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე. სხვა ახსნას მე ამას ვერ მოვუწევ. საინტერესოა ის, რომ მთავრობა ასე ჯიუტად ადგას აბსოლუტურად ალოგიკურ, არასამართლებრივ, ამორალურ პოზიციას სწორედ არჩევნების წინ. სწორედ არჩევნების წინ ეს ჩემთვის პირადად ეს გასაოცარია. ეს გასაოცარია და მე ამ საკითხს ფართოდ ვუყურებ კიდევ, ვიდრე ეს მხოლოდ საფრთხის აჭაღიანის უგულელესი ოქროს მაღაროა და მე ვთვლი, რომ ესე იგი მთავრობა თუ ასე იქცევა მსგავსი მნიშვნელობის ობიექტთან დაკავშირებით და ასე ვთქვათ, ჯიუტად გაუმჭვირვალედ კანონდარღვევით ახორციელებს მის მიზანმიმართულ განადგურებას, ამისკენ მიისწრაფვის რას იზამს ის, როდესაც საქმე შეეხება უმცირესობას ან ერთ კონკრეტულ ადამიანს. მე ეს ავტორიტარული ტენდენცია უფრო მაშინეს მოგეხსენებათ თქვენს ავტორიტარიზმის განმარტება, ავტორიტარიზმი გახლავთ საზოგადოებასთან უკავშირის დაკარგვა ხელისუფლების მიერ. როდესაც მარტო აკეთებ იმას, რასაც მხოლოდ შენთვის საჭირო და ყოველდღიურ მეცნიერულ დისკუსიაზე რაღაც გონების ხმით მოქმედებაზე თუ განსჯაზე დემოკრატიულ ჩართულობაზე უარს ამბობ. მე ამის მეშინია კიდევ საუბრისთან ერთად. ხალხო არ გამოვიდეს ისე, როდესაც გახსოვთ თქვენ მაგალითად ნოიმაიერის თუ სწორად მახსოვს გვარი სიტყვებია, რომ როდესაც ანადგურებდნენ კათოლიკეებს, მე ხმა არ ამოვიდა, როდესაც ანადგურებდნენ ებრაელებს, მე ხმა არ ამომიღია, როდესაც ანადგურებდნენ კიდევ ავანთ ხმა არ ამომიღია და როდესაც მე მოვადგნენ აღარ ამოვიდა დარჩა ხმის ამბავი. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია შესახებ, თუ რამდენი დაზავარდება კომპანია არენჯისმა თუკი საფრთხის მონაკვეთზე ჯერჯერობით საფრთხის მონაკვეთიდან არავით არის მოგება არ მიუღია არენჯის. დღეს რომ საუბრობენ, რომ არენჯი ბიუჯეტში ამასა და ამას ვეღარ შეიტანს თუ არ დაამუშავებს საფრთხის ბორცვს, ეს სისრუე და აბსურდია. ჯერჯერობით საფრთხის გარეშე შეაქვს მას ბიუჯეტში არც თუ დიდი რაოდენობის შემოსავლები. მოდით პირდაპირ ვთქვათ. გესმით და თქვენ რა იცით? ჯერ ესეთი მათ რა იციან, ასე ვთქვათ, როგორ გვიმტკიცებენ უბრალოდ იმას, რომ საფრთხის დამუშავების შემთხვევაში იმასაც ვერ შეიტანენ, რაც შეაქვთ. ისმით რა ინფორმაციაზე და რა სტატისტიკაზე დავნოვით და მე მოგახსენეთ, იქ არის არანაირ 3000 კაცსა ლაპარაკი, RMG Gold-ში მუშაობს 500 ადამიანი, ყველაზე დიდი, ყველაზე მაქსიმალურ სიფრთხილეზე. კიდევ ერთხელ მოგახსენეთ, ესე იგი ბატონმა თომას შტოლნერმა აგერმა თქვენ განცხადება, აქ რომელსაც თქვენ გადმოგცემთ, ბატონმა თომას შტოლნერმა თანხმობა განაცხადა აქ ჩამოსვლაზე ფირმა RMG Gold-ს, მიუხედავად იმისა, რომ ეს RMG Gold-ის საქმე არ არის კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა და კულტურულ მემკვიდრეობაზე უნდა იზრუნოს არა კერძო კომპანია, არამედ სახელმწიფო, მათი მოწვევის sapasუხოდ მიბრძანებენ, რომ მზადდება ნებისმიერი მონიტორინგის ორგანიზებისათვის, რომელიც ამ ადგილის არამატერიალური და მატერიალური მემკვიდრეობის უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს. მაგრამ ფირმა RMG Gold-ს ასევე ვთხოვ ჩვენი სამეცნიერო შედეგების აღიარებისათვის ღიად და სამართლიანი დისკუსია უზრუნველყოს. და არა ისე, როგორც მოგახსენეთ, რომ დღეს და
მათ ექსპერტების იქ პირველ ჩასვლაზე ეს იყო აბსოლუტურად გამომჭვირვალე და ისინი კანვოის თანხლებით შეიყვანეს და გამოიყვანეს საზოგადოებისგან დამალულობით. მინდა მოგახსენოთ ასევე რომ უშინ მეპირადად და ჩვენმა კომიტეტმა უკვე რამდენიმე დღეა რაც მიმართა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს რათა ის დაინტერესდეს საფრთხესთან დაკავშირებული მოვლენებით და მე ასევე როგორც კერძობიტმა უზამო მას უშინ გაცხადება თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მივიღია ჩვენ ვაცნობეს ჩვენ მეარქვის საპასუხოდ რომ მას ძალიან დაკავებული დაძაბული დღის განრიგი აქვს და ჯერჯერობით დრო ვერ გამონახეს. ახლა ჩემი მოსაზრება პირადი გახლავთ ის რომ თუ ეკლესია და მისი უწმინდესობა იმის ყურადღების ნაწილს მაინც დაუთმობს სამართლის სისტემას რაც მათ ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვას დაუწევს ძალიან კარგი იქნება და ამჯერად რომ საფრთხე გადარჩება. და ახლა თუ ისინი უბრალოდ არ მოიძებნებიან და მისცემენ ხელისუფლებას და ამთავრებს თავის საქმე გაანადგუროს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და შემდეგ მივლენდნენ ნანგრევებზე პარაგლის ჩაატარებენ ეს მე მგონი არავისთვის არ იქნება კარგი. ახალ აქციასთან დაკავშირებით რო გითხრათ, აი გეკრება როგორი მივიდება და თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს თქვენ პირობებს, რაზე უნდა მივართავთ? ჩვენ მიმართავთ პროტესტის ყველანაირ შვილობიან ფორმას. ეს არ გახლავთ პოლიტიკური პროტესტი, ეს გახლავთ საზოგადოებრივი ადვოკატირების საკითხი, მოგახსენებთ ჩვენი მოძრაობა ღია ყოველნაირი პოლიტიკური ძალისათვის, ასევე საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენლისათვის ჩვენი პრიორიტეტი გახლავთ შეჩერდეს თავის ბარბაროსული ქმედებები და გადარჩეს კულტურული მემკვიდრეობა. რა ზონებს მიმართავთ ნებისმიერ ზონებს, რაც კი შვილობიანი პროტესტის ფორმაში მოდის. მადლობა.